გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო იქნება ნუნების დამუშავებაზე, რადგან რამდენიმე ადამიანმა მთხოვა და მეც გადავწყვიტე, რომ შემდეგი ვიდეო ყოფილიყო ამ თემაზე. ნუნები უკვე მაქვს აწეული ფორთოხლის ჩხირით და პირდაპირ გადავალ საქმეზე. ძირითად შემთხვევებში მე ვიყენებ ხოლმე ტალკს, თუ ძალიან მშრალი კანი არ არის, ყოველთვის ვიყენებ ხოლმე ტალკს ჩემს ხელზეც და კლიენტებთანაც. ამ შემთხვევაშიც გამოვიყენე ტალკი, კარგად შევიზილე ნუნებთან, რომ გააქროს სინესტე თუ რამე არის ნუნის ქვემოთ, კანის მიდამოებში და შემდეგ უკვე დავიწყებ დამუშავებას. მე ნუნების დამუშავებამდე ვაშორებ ხოლმე ნატურალურ ფრჩხილს, სიპრიალეს და ასევე ვასწორებ ზედაპირს, ზოგი ამას პირიქით აკეთებს, მაგრამ მე ასე უფრო მიადვილდება. ამიტომ ახლა როგორც ხედავთ, ვაშორებ ნატურალურ ფრჩხილს, სიპრიალეს ზედა ნაწილში, სადაც უკვე ჩამოზრდილი იყო ფრჩხილი და ამის შემდეგ დავიწყებ უკვე უშუალოდ ნუნების დამუშავებას აპარატით. ნუნების დამუშავებას მე ყოველთვის ვიწყებ forward რეჟიმით. ასევე ვიწყებ გვერდებიდან და შემდეგ უკვე შუიდან სინუსის გავლით ისევ ჩამოვდივარ ხოლმე გვერდებთან. ალბათ იკითხოთ კომენტარებში და სანამ იკითხოთ აქვე გეტყვით, რომ მე ვმუშაობ დაახლოებით 15,000 ბრუნის სიჩქარეზე, ჩემს აპარატს არ აწერია ზუსტად ციფრები და თვალისწინებით ხვდები, მაგრამ დაახლოებით ამ სიჩქარეზე გააჩნია ნუნის მდგომარეობას, სისქეს და ასე შემდეგ, მაგრამ სტანდარტულად ძირითადად მაინც ვმუშაობ 15,000 ბრუნზე. პარალელურად ცერათითით ზემოთ წევ ხოლმე ნუნას, რომ კარგად დავინახო, რამე ხომ არ არის დარჩენილი. ასევე ფრეზა მიჭირავს ხოლმე, აი მაგალითად როცა გვერდითა მორგვს, ეგრეთ წოდებულ, რანაირი სიტყვა ხო მორგვი. ეგრეთ წოდებულ მორგვს ვამუშავებ. ფრეზა მუცლით არ მიჭირავს ხოლმე, მხოლოდ წვერით, რადგან არ გაგვექნებოს აი ეს ზრდის წერტილები. ამ შემთხვევაში უკვე ფრჩხილი რო გაიზრდება, შეიძლება გქონიათ კიდეც შემთხვევა, თუ არ დაკვირვები ხართ მანამდე, რომ მე როცა ფრჩხილი თხელდება ამ ადგილში ზრდის წერტილში, თანდათან მრგვალდება ფრჩხილი, იხრება, აი როგორ თქვა, შიგნით მრგვალდება მოკლედ, როცა იზრდება ხოლმე სიგრძეში. ამიტომ ამისგან რო თავი დავიზღვიოთ და ნუ ისედაც გვერდების დამუშავებისას წვერით უნდა შევიდეთ ხოლმე და არა მუცლით. კარგად დააკვირდით ამ მომენტს, ნახეთ ფრჩხილს ფაქტობრივად არ ვეხები, თუ ვეხები ოდნავ პირველი შესვლისას ძალიან ჰაეროვნად, რადგან თუ ფრჩხილზე არის რამე მკვდარი უჯრედები კანის დარჩენილი, ის მოვაშორო, შემდეგ მეორე შესვლაზე ფაქტობრივად ვცდილებ, რომ აღარ შევეხო ფრჩხილს და მხოლოდ ვიმუშაო ნუნასთან, აი ესე შევდივარ და ზემოთ ვაწვევი კანს ფრჩხილთან შეხების გარეშე. და ჩამოვდივარ ბოლომდე ასე მაქსიმალურად ნაკლები შეხებით ფრჩხილზე, რადგან არ დავაზიანოთ, არ გავათხელოთ და ასე შემდეგ. და გადავდივარ რევერს რეჟიმზე, რომელიც ძალიან მიყვარს, არ ვიცი რატო, მაგრამ რევერს რეჟიმზე უფრო კომფორტულად ვამუშავებ ნუნას. პრინციპში, იმიტომ რომ ვამუშავებ მარჯვენა ხელით, პრინციპში ლოგიკურიც არის რატომაც და მოვყვებით საათის ისრით მიმართულებით მარჯვნივ, რაც გვიადვილებს უფრო მოძრაობას. პრინციპში ამიტომაც მიყვარს მე პირადად რევერსზე მუშაობა. ვიწყებ იგივენაირად, თავიდან როგორც ნახეთ
დავიწყე გვერდებით, ოდნავ ჩამოვასუფთავე გვერდები და შემდეგ ისევ ზემოდან მოვყვები როგორც ფორვარდზე, ზუსტად იგივენაირი პრინციპით. აქაც ზუსტად ვაკეთებ იგივეს, როცა შუა ნაწილიდან მოვყვები, აი ასე გარეთ ვაწვევი ფრეზით კანს ჭხილთან ნაკლები შეხების გარეშე. ამავდროულად რას ვაკეთებ, თან სუფთავდება ქვედა ნაწილი და ასევე ზემოთ იწევა, ანუ მოსაჭრელად ვამზადებ ნუნას, რომ უფრო გაგვიადვილდეს მოჭრა. როგორც ხედავთ, მე არ მაქვს ძალიან რთული ნუნა, არც სქელი, არც ძალიან ისეთი რთულად დასამუშავებელი. ბევრი მკვდარი უჯრედების შესაბამისად ძალიან მალე გავდივარ ხოლმე ბოლოში. რევერს რეჟიმზე ბოლოში გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვცდილობ იგივე რეჟიმით, ანუ ისევ რევერსზე მაქვს აპარატი დაყენებული, ნუნების კიდევ უფრო მეტად აწევას. ოღონდ ამ შემთხვევაში სიჩქარე მაქვს ცოტა დაწეული, ზუსტად ეხლა რიცხვს ვერ გეტყვით, არ ვიცი, შეიძლება ალბათ 10,000 ან ცოტა უფრო ნაკლები. მთავარი არის ის, რომ აი ესე ზემოთ აწევის დროს აპარატი არ უნდა გვიქმნიდეს დისკომფორტს, ანუ ტკივილის შეგრძნება არ უნდა გქონდეს, არანაირი დისკომფორტი არ უნდა გქონდეს და ფაქტობრივად ვერც კი უნდა უგრძნობდეთ აი ამ პროცესს, როგორ ტრიალდება ნუნა. ნახეთ, რომ ხოლმე განსხვავებაა ამოტრიალებული და ამოსატრიალებელი ნუნას შორის. ეს ჩვენი ნება ეხა ამოვატრიალებთ თუ არა, არ არის სავალდებულო და არც აუცილებელი, ისედაც მომიჭრია ნუნები და ისედაც გამიკეთებია და კლიენტებთან ძალიან ხშირად მუშაობ ნუნის ამოტრიალების გარეშე და ჩვეულებრივად ვჭრი შემდეგ მაკრატლით, მაგრამ ვისაც ეს ტექნიკა უფრო მოწონს და უფრო უადვილდება ამის შემდეგ მოჭრა, მაინც განახელთ თუ როგორ შეგიძლიათ რომ მომოატრიალოთ ნუნა. და გადავდივარ მოჭრაზე. ზუსტად ვიწყებ იმ ადგილიდან მოჭრას, სადაც კანი არის ამოწეული. ანუ ზედმეტად ქვემოთ არასდროს არ ვჭრი ხოლმე მე პირადად. ისედაც საკმეტელად არ მუშაობ, საკმეტელად იციან ხოლმე ზედმეტი ხორცების მოჭრა, რაც მე პირადად ძალიან არ მიყვარს. მაკრატელი არის ჩემი საყვარელი ხელსაწყო და აი ესე ნელ-ნელა პატარ-პატარა ნაბიჯებით მივყვები. პარალელურად მოჭრილ ნუნას უკვე ვწევ ქვემოთ, რათა ზუსტად გავყვე ნუნის ხაზს და არ ამიცდეს მაკრატელი, ასე ვთქვათ, და აქა-იქა არ მოვჭრა. მოჭრის მომენტი არის ფაქტობრივად უწყვეტი კადრი. მონტაჟის გარეშე გთავაზობთ, ანუ არ დამიმონტაჟებია რეალურ დროში, რა დროს ჭირდება მოჭრაზე, ზუსტად ის დრო არის ახლა ნაჩვენები ვიდეოში. ყველანაირი კადრების მოკლების გარეშე. ზოგჯერ ასეც ვიჭერ ხოლმე ცერათითით მოჭრილ ნუნას, რომ ხელი არ შემიშოლოს, იმიტომ რომ ჰაერში ძალიან ტრიალებს ხოლმე ხანიკით ხანაკეთ და ნერვებს მიშლის. თქვენ რა მეთოდს იყენებთ მეგობრებო ნუნების დამუშავების? გამიზიარეთ აბა კომენტარებში ამ ვიდეოს ქვემოთ.
აი ესე გამოიყურება მეგობრებო უკვე მოჭრის შემდეგ ჩემი ნუნები და მინდა გთხოვოთ რომ არხი გამოიწეროთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და ასევე დალაიქოთ ხოლმე ვიდეო თუ მოგწონთ. ამით ძალიან დიდ საქმეს გამიკეთებთ, თქვენ კი არაფერი დაგაკეთებთ. მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, დროებით.